საქართველოს ეროვნული მუზეუმის კედლებში საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული აღმოსავლური არტეფაქტების უნიკალური კოლექციები ინახება. საქართველო თავისი ადგილმდებარეობის გამო, სადაც საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელი გზა გადიოდა, რეგიონში ერთ-ერთი უმდიდრესი აღმოსავლური საცავის მფლობელია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6 თუ 7 საცავი, რომელიც მასალის მიხედვით არის გაყოფილი. ახლა თქვენ იმყოფებით კერამიკის ფონდში. კერამიკის ფონდში არის დაცული მასალა, ძველი აღმოსავლეთიდან დაწყებული, ანუ შორეული აღმოსავლეთი, ჩინეთი, იაპონია, კორეა და ამავე დროს სპარსული, თურქული და მთელი ისლამური სამყაროს პროდუქცია. ამ საცავში არტეფაქტები დაახლოებით მე-7 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით თარიღდება. ამ კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი ეს სპარსული დოქია, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი ნიმუშია. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გამომახვილო ამ დოგზე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ლუსტრიანი კერამიკის ნიმუში. ეს გახლავთ მე-13 საუკუნის სპარსული ნაწარმი, ფაიანსი, რომელზეც პირველად არის მოტანილი შაჰნამეს, ცნობილი ფირდოუსის პოემის შაჰნამეს სტროფები და ეს არის უნიკალური, ერთადერთი დოქია მსოფლიოში. საინტერესოა, რომ მას აქვს ასევე სახელური და თავი, რომელიც დრაკონის მოსახულებით არის და ეს ძალიან კარგად მიგვითითებს იმდროინდელ კონტაქტებზე ისლამური სამყაროსა და შორეული აღმოსავლეთსა, სადაც იჯდა იოანის დინასტია, მონღოლური დინასტია და ეს დრაკონების და ფენიქსების მოტივები ზუსტად ამ პერიოდიდან შემოდის ისლამურ სამყაროში. არანაკლებ შთამბეჭდავია ისლამური სამყაროსთვის განკუთვნილი ჩინური ფაიფურის დიდი კოლექცია, მაღალმხატვრული კერამიკული ფილები და სხვადასხვა ისტორიული ძეგლებიდან შემონახული კეცები, რომლებიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული კავკასიის მუზეუმში იყრიდა თავს. ეხლა ჩვენ გადავინაცვლებთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სახელგანთქმულ ფონდში, რომელშიც ინახება დაზგური ფერწერის ნიმუშები და ასევე მინიატურული ხელოვნების ნიმუშები. მსოფლიო მნიშვნელობის ყაჯარული ფერწერა ფონდში სპეციალურ ბადეებზეა განთავსებული. ფონდი ყაჯარული ფერწერის თითქმის ყველა პერიოდს აერთიანებს და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციად ითვლება. ამ სივრცეშია მინიატურული მხატვრობის ნიმუშები და ხელნაწერებიც, 700-მდე ერთეული ჩინეთიდან სპარსეთამდე. ეს გახლავთ სპეციალური ყუთი, რომელიც იცავს ამ ექსპონატებს სინესტისგან, დამატებით იმისგან, რომ ნორმები დაცვის არის შენარჩუნებულია. ასევე გახლავთ ეს ქაღალდი, რომელიც ასევე იცავს მინიატურას და ერთ-ერთი მაგალითად პორტრეტს გაჩვენებთ აღმოსავლურს. ეს გახლავთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ უკვე პორტრეტულ ხელოვნებას სპარსეთში. ტრადიცია მინიატურული ხელოვნების შენარჩუნებულია, აქ ქაღალდზე ასრულებდნენ აკვარელის და გუაშის საღებავები. თქვენ ხედავთ, რომ აქ არის წარწერები, ხშირ შემთხვევაში ეს წარწერები არის თვითონ ამ პიროვნების შესახებ, თუ ვინ არის გამოსახული. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხატვრების ხელმოწერები. ხალიჩებისა და ქსოვილების ფონდში დაცულია აბრეშუმის, ოქრო ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ნიმუშები, მანჯურიის საიმპერატორო კარის ხალათი და ქაშმირის ცნობილი შალები, რომლებიც ოდესღაც თბილისშიც იყიდებოდა და ევროპულ მოდაშიც ინერგებოდა. ეხლა შევდივართ ალბათ ყველაზე პოპულარულ ექსპონატთან, ჩვენ ექსპონატთან, ეს გახლავთ მუმია. ქურუმი ქალის მუმია და მისი ფერწერით შემკული სარკოფაგი ამ საცავის ერთ-ერთი უძველესი ექსპონატია. ხის მასალის საცავში ინახება მე-16 საუკუნის ინდური ზარდახშები, სპარსული ავეჯი, იაპონური ლაკის ზარდახშები და ინკრუსტრაციებით გაწყობილი მაგიდები, სადაც ნარდისა და ჭადრაკის თამაშიც შეიძლებოდა.
ეს გახლავთ იაპონური ესეთი დეკორატიული კარადა და აქ არის განლაგებული სხვადასხვა ქვეყნების, ძირითადად ჩინური და იაპონური ექსპონატები, სპილოს ძვალი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-19 საუკუნეში, როდესაც ექსპორტი იწყება. აი ეს ქვა, ონიქსის სხვადასხვა ჯიშის ქვები განსაკუთრებით ფასობდა ჩინეთში, ისინი ოქროს ფასი ჰქონდათ მას და აი ესეთი რამდენიმე ექსპონატიც გვაქვს. აი ევროპისთვის, როდესაც უკვე მუშაობს ჩინეთი, აი სავიზიტო ბარათების ესეთი ყუთია, ძალიან საინტერესო, ხედავთ? და ბოლოს ლითონის საცავი. ტიბეტური ბუდისტური ფიგურები, ჩინური რიტუალური ჭურჭელი, ოქრო ვერცხლით გაწყობილი მუზარადები, იშვიათი ხანჯლები და უნიკალური მერვე საუკუნის ქვაბი, რომელზეც ადრეული ისლამური წარწერა რჩება. ეს გახლავთ აი მერვე საუკუნის ესეთი შერბეთის მოსახარში ქვაბია, ესეთი ის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქუფური დამწერლობა მერვე საუკუნის არის. ახლა მოგეხსენებათ ისლამი მე-7 საუკუნეებში ვრცელდება ახლო აღმოსავლეთში და აი ეს წარწერა ჰიჯრით, ანუ მათი წელთაღრიცხვით პირველ და მეორე საუკუნეა და ეს საკმაოდ უნიკალურია. ლითონის კოლექციის ნაწილი პირველი ქართველი ფოტოგრაფის და კოლექციონერის ალექსანდრე როინაშვილის ნაქონი საგანძურია. როინაშვილი არ მარტო ფოტოგრაფი იყო, არამედ იყო პირველი კოლექციონერი, რომელსაც ჰქონდა თავისი კერძო მუზეუმი და აი მისი, როდესაც ის გარდაიცვალა, მან მთელი თავისი ეს კოლექცია, რომელშიც შედიოდა აღმოსავლური ექსპონატებიც, ხელნაწერებიც, ქართული ექსპონატებიც, გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შემდგომ მისი კოლექცია შეუერთდა უკვე საქართველოს მუზეუმს, ამირიანაშვილის ხელოვნების მუზეუმს და გადანაწილდა. აი ეს მთელი ლითონის კოლექცია არის მისი. ეს არის ფონდები, სადაც აღმოსავლეთი მრავალფეროვანი სახით ცხოვრობს. ჩინური ფაიფურიდან სპარსულ ფერწერამდე, იაპონური ლაკიდან ქაშმირის შალებამდე. თითოეული ნიმუში გადმოსცემს მოგზაურობას ეპოქებსა და ისტორიებში, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ინახავს.